ძვირფასო კურთხეულო სულო. შეწყვიტე ყველაფერი, რასაც ახლა აკეთებ. მთავარანგელოზი მიქაელი აქ არის, ამ ზუსტ წამს, გზავნილით, რომელიც მთლიანად შეუძლია შეცვალოს შენი ცხოვრების მსვლელობა. მამთხოვა, გადმოგეცა რაღაც, რაც სასწრაფოდ უნდა მოისმინო. გრძნობ თითქოს მარტო იბრძვი. თითქოს ცხოვრების ბრძოლები მეტისმეტად მძიმეა შენი მხრებისთვის. მთავარანგელოზი მიქაელი უნდა გითხრას, შენ არასოდეს ყოფილხარ მარტო ამ გზაზე. ის შენს გვერდით დგას თავისი სინათლის מחვილით და ჭრის ყველა ჯაჭვს, რომელიც ტანჯვასთან კრავს. სანამ ამ ძლიერ გზავნილს გავაგზელებთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაც გააკეთო. დააჭირე მოწონებას ამ ვიდეოზე, რათა გააქტიურო ანგელოზური ენერგია. გამოიწერე არხი, რომ დივაინ გზავნილებს განაგრძობდე მიღებას და კომენტარებში დაწერე: მთავარანგელოზო მიქაელ, მე ვიღებ შენს დაცვას. როდესაც ამას აკეთებ, შენ პირდაპირ ხსნის სინათლის პორტალს შენს ცხოვრებაში. ამ წამსვე, როდესაც უყურებ ამ ვიდეოს, მთავარანგელოზი მიქაელი გადმოაფრქვევს თავის დამცავ ენერგიას შენზე. ის უნდა იგრძნო მისი ძლიერი ყოფნა. ღრმად ჩაისუნთქე, იგრძენი ეს სიმშვიდე, რომელიც შენს გულს მოემართება. ეს არ არის დამთხვევა, ეს ღვთიური ჩარევაა. შენ აქამდე მოხვედი იმიტომ, რომ ანგელოზებმა წარმართეს შენი ნაბიჯები. მათ იციან, რომ შენ მძიმე პერიოდებს გადიან, რომ გქონდა კითხვები, ღირს კი ბრძოლა გაგრძელდეს. მთავარანგელოზმა მიქაელმა მითხრა გადმოგცე, მან იხილა შენი ყოველი ცრემლი, ყოველი უძილო ღამე, ყოველი სასოწარკვეთის წუთი და უნდა იცოდე, გამარჯვება გაცილებით ახლოს არის, ვიდრე შენ ფიქრობ. დღეს შენ აღმოაჩენ, რა გეგმა მოამზადა ზეცამ სპეციალურად შენთვის. გაიგებ, რატომ გაიარე ყველაფერი ეს და როგორ ამზადებს ეს გამოცდილება რაღაც განსაკუთრებულისთვის, რაც შენსკენ მოდის. მთავარანგელოზმა მიქაელმა მაჩვენა, რომ შენ ხარ სინათლის მებრძოლი, არჩეული განსაკუთრებული მისიისთვის ამ მიწაზე. სწორედ ამიტომ არის ბრძოლები ასეთი მძაფრი, იმიტომ რომ შენ განწირული ხარ დიდებულებისთვის. ის უნდა გითხრას, შეწყვიტე მსხვერპლად თავის აღქმა და დაიწყე შენი ნამდვილი, გამარჯვებული სახის ამოცნობა. მოამზადე შენი გული ამ გარდამქმნელი გზავნილის მისაღებად. დაუშვი, რომ მთავარანგელოზის სიტყვები ღრმად შეაღწიოს შენს სულში და გააღვიძოს ის ძალა, რომელიც მუდამ შენში იყო. ეს არ არის უბრალოდ კიდევ ერთი გზავნილი, ეს არის ღვთიური მოწოდება, რომ დაიკავო შენი ძალა და შეცვალო შენი რეალობა. მთავარანგელოზმა მიქაელმა გამიმჟღავნა რაღაც განსაკუთრებული შენი ცხოვრების ამ მომენტის შესახებ. მან მითხრა: უთხარი ამ მამაც სულს, რომ ის გადადის თავისი არსებობის ყველაზე მნიშვნელოვან პორტალში. რასაც ის კრიზის უწოდებს, მე ვუწოდებ ხელახალ დაბადებას. შენ უნდა გაიგო ერთი ღრმა ჭეშმარიტება. ყველაფერი, რაც ამ დროს შენს ცხოვრებაში ხდება, სასჯელი კი არ არის, ეს არის მომზადება. მთავარანგელოზი მიქაელი უნდა გითხრას, რომ შენი ბრძოლები სხვაგვარად დაინახო. ყოველი სირთულე, რასაც შეხვდი, იყო გაკვეთილი შენი ღბული სახით, ყოველი ტკივილი აუცილებელი განწმენდა იმისთვის, რომ მომავალი შეძლო. მან მაჩვენა შენზე ერთი ულამაზესი ხილვა. მე დაგინახე, როგორც პეპელა, ჯერ კიდევ კოკონში. შენ გრძნობ, რომ ხარ შეზღუდული, გარემოებებით შეჭყლეტილი, თითქოს სუნთქვა გეკვრება. მაგრამ მთავარანგელოზი მიქაელი უნდა გითხრას, რომ ეს კოკონი ძალიან მალე გაიხსნება. გარდასახვა, რომელსაც ასე ელოდი, ახლა ხდება ამ ზუსტ წამს. ჯაჭვები, რომელსაც ის გრძნობს, ილუზიაა. მე უკვე ყველა მათგანი გავჭერი ჩემი სინათლის מחვილით. ახლა მას მხოლოდ ერთი ნაბიჯის გადადგმა სჭირდება თავისუფლებისკენ. ეს იყო ზუსტი სიტყვები, რაც მთავარანგელოზმა მიქაელმა შენთვის მითხრა. იცი რატომ გრძნობ ბოლო დროს ასეთ დიდ დაღლილობას? რატომ გეჩვენება ხოლმე, რომ შენი ძალები ამოიწურა? იმიტომ, რომ შენ ენერგიას ხარჯავ იმ გარდაქმნის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც ზეცამ შენთვის მოამზადა. მთავარანგელოზი მიქაელი უნდა გითხრას. შეწყვიტე წინააღმდეგობა და დაიწყე დინებას მიხვე ღვთიურ გეგმასთან ერთად. მან მითხრა, გადმოგცე რიცხვი 444. შენ ხომ ბოზო დროს ხედავ ამ რიცხვს? საათებზე, ნომრების ფირფიტებზე, დოკუმენტებში. ეს მისი ნიშანია შენთვის. 444 ნიშნავს, რომ ანგელოზები ძლიერად მოქმედებენ შენს ცხოვრებაში. ყველაფერს ხელახლა აწყობენ, რათა მოგიტანონ ის კურთხევა, რომელსაც იმსახურებ. მთავარანგელოზი მიქაელი უნდა გითხრას, შენ არაფერს კარგავ. შენ გათავისუფლებული ხარ ყველაფრისგან, რაც აღარ ემსახურება შენს უმაღლეს მიზანს.
ის სამსახური, რომელიც ბედნიერებას არ გაძლევდა, ის ურთიერთობა, რომელიც შენს ენერგიას გიხშობდა, ის გარემოებები, რომლებიც გზას გიხშობდნენ, ეს ყველაფერი მოცილებულია, რათა სივრცე გაიხსნას რაღაც უსასრულოდ უკეთესისთვის. მან მაჩვენა, რომ შენ გაქვს განსაკუთრებული ნიჭი, უნიკალური სინათლე, რომელიც სამყარომ უნდა იხილოს. მაგრამ ეს სინათლე დაჩრილული იყო ადამიანებითა და სიტუაციებით, რომლებიც ვერ აღიქვამდნენ შენ ზღირებულებას. ახლა მთავარანგელოზი მიქაელი ქმნის იდეალურ სცენარს, რათა შენი სინათლე მთელი ძალით იბწყინოს. უთხარი მას, რომ მე ვამოძრავებ მთებს მის ცხოვრებაში. რაც ადამიანურ თვალს შეუძლებლად ეჩვენება, ჩემთვის მარტივია. მე ვბრძანებ ანგელოზთა ლეგიონებს, რომლებიც დღეღამეში მუშაობენ, რათა მისი გულის ყველაზე ღრმა სურვილები რეალობად იქცეს. იცი, რა განსხვავებაა შენსა და იმ ადამიანებს შორის, ვინც ნებდებიან? შენ სულში მთავარანგელოზ მიქაელის ნიშანია. შენ ხარ არჩეული მებრძოლი, ხოლო მებრძოლები არასოდეს ნებდებიან. ისინი გარდაიქმნებიან, ვითარდებიან და იმარჯვებენ. ამ წამსვე, როდესაც ამ სიტყვებს ისმენ, მთავარანგელოზი მიქაელი შენზე გარდაქმნის ზეც აფრქვევს. იგრძენი, როგორ აღწევს ეს ენერგია შენი სხეულის ყოველ უჯრედში, განაახლებს შენს რწმენას, აღადგენს იმედს, ხელახლა ანთებს შენს ოცნებებს. ის უნდა გითხრას, რომ ახლა ძალიან ძლიერი განცხადება გააკეთო. თქვი ხმამაღლა, მე ვიღებ გარდაქმნას, რომელიც მთავარანგელოზმა მიქაელმა ჩემთვის მოამზადა. მე ვენდობი ღვთიურ გეგმას და ვიხსნები ყველა კურთხევისთვის, რაც მე მეკუთვნის. მთავარანგელოზმა მიქაელმა მითხრა, რომ როდესაც ამ სიტყვებს ჭეშმარიტი რწმენით წარმოთქვამ, შენ ააქტიურებ ღვთიურ კოდს შენს ცხოვრებაში. ეს თითქოს არის დიახ, რომელიც შენ ამბობ ზეცას და ზეცა გიპასუხებს ძლიერ ამინით, რომელიც სამყაროს ყველა ძალას შენს სასარგებლოდ ამოძრავებს. მოემზადე, რადგან ახლა ბუთო დაიწყებ ნიშნების დანახვას ყველგან, კარები, რომლებიც დახშული იყო, გაიხსმება. სწორ ადამიანები გამოჩნდებიან შენს ცხოვრებაში. მოულოდნელი შესაძლებლობები გამოჩნდება. ეს არ არის იღბალი. ეს არის მთავარანგელოზი მიქაელი, რომელიც ასრულებს დაპირებას, რომელიც მან შენთვის გასცა მანამდეც კი, სანამ დაიბადებოდი. მე ძალიან მიყვარხარ. მე მეკუთვნი სხვა სამყაროს სოლგული. მთავარანგელოზმა მიქაელმა მთხოვა, გადმოგეცა რაღაც, რაც ღმად შეეხება შენს გულს. მან თქვა, ეს ძვირფასი სული იტვირთავს ტვირთებს, რომლებიც მას არ ეკუთვნის. დროა მე ავიღო ის მძიმე ტვირთები და ვაბრუნო მას სიმსუბუქე, რომელიც ყოველთვის იყო მისი ღვთიური უფლება. იცი, რატომ გზნობ ხოლმე, რომ ხარიდან კიდევ ცდილობ დაცურავ? რატომ გეჩვენება, რომ ყველაფერი შენს წინააღმდეგ არის? მთავარანგელოზმა მიქაელმა მომიყვანა სიმართლე. შენ არ იბრძვი ბედის წინააღმდეგ, შენ ხარ გამოცდილი, რათა დაამტკიცო, რომ იმსახურებ ექსტრაორდინარულ კურთხევებს, რომლებიც მოდის. ის უნდა გითხრას ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ყოველი არა, რაც მიიღე, იყო იმისთვის, რომ სამყარო გაგიტარებოდა იმაზე ნაკლები ვიდრე იმსახურებ. ყოველი დახურული კარი იყო იმისთვის, რომ მოგქონოდა სწორი კარი, ის, რომელიც დაგიყვანს სწორედ იქ, სადაც შენ უნდა იყო. უთხარი მას, რომ მე ვნახე მისი მომავალი და ის იმდენად ბრწყინავს, რომ ანგელოზებიც კი ემოციურად განიცდიან. მაგრამ იქ მისასვლელად მას უნდა ენდოს პროცესს. მაშინაც კი, როცა გზა ვერ ესმის. ეს იყო ზუსტი სიტყვები მთავარანგელოზ მიქაელის. იცი, შეგრძნება, რომ თითქოს შენ მზად იყავი რაღაც დიდი საგნისთვის, მაგრამ არ იცი ზუსტად რა. ეს ინტუიცია სწორი არის. მთავარანგელოზმა მიქაელმა მაჩვენა, რომ შენ გაქვს განსაკუთრებული მისია ამ მიწაზე. და ყველაფერი, რასაც ამ დრომდე განიცდიდი, იყო იმისთვის, რომ მოგცემოდა სიბრძნე და ძალა საჭირო ამ მისიის შესასრულებლად. ის უნდა გითხრას, რომ შეწყვიტო საკუთარი თავის ხვლებთან შედარება. შეწყვიტე სხვების ცხოვრების ყურება და გონებაში ვიფიქრო, რომ შენ ჩამორჩენილი ხარ. მთავარანგელოზმა მიქაელმა თქვა, ყოველი სული თავის ღვთიურ დროს ფლობს. მისი დრო მოდის და როცა მოვა, იქნება ისეთი ძლიერი, რომ კომპენსაციას მისცემს მთელი მოლოდინისთვის. გახსოვს, ბოლო დროს პეპელებს ხედავ, ან თეთრ ფრთებს უცნაურ ადგილებში. ეს მთავარანგელოზ მიქაელის ნიშნებია შენთვის. ის გიჩვენებს, რომ გარდაქმნა ბუნებრივი და ლამაზი პროცესია და შენ ზუსტად იმ ადგილზე ხარ, სადაც ამ წამს უნდა იყო. მთავარანგელოზი მიქაელი უნდა გითხრას, რომ ახლა რაღაც ძალიან ძლიერ განცხადებას გააკეთო. ის უნდა თქვა ხმამაღლა,
მთელი გულით. მე ვიღებ კურთხევებს, რომლებიც სამყარო ჩემთვის მოამზადა. მე ვენდობი მთავარანგელოზ მიქაელს და ვიხსნები ყველა იმაზე, რაც ჩემი ღვთიური უფლებაა. როცა ამას აცხადებ, სასწაულებრივი რამ ხდება ზეციურ სამეფოებში. მთავარანგელოზმა მიქაელმა მაჩვენა, რომ ეს იმაზეა, თითქოს ოქროსფერი სინათლე გადმოვარდება შენზე და იკეტება ღვთიური შეთანხმება. ამ წამიდან კეთილის ყველა ძალა იწყებს მუშაობას შენს სასარგებლოდ. მან მითხრა გადმოგეცა განსაკუთრებული პირობის შესახებ, რომელიც მან შენთვის დადო. შემდეგი დღეების განმავლობაში მას მიეცემა ნათელი ნიშანი, რომ ყველაფერი იცვლება. შეიძლება იყოს მოულოდნელი ზარი, შესაძლებლობა, რომელიც მოულოდნელად ჩნდება, ან უბრალოდ ღრმა სიმშვიდე, რომელიც დაიპრობს მის გულს. მთავარანგელოზი მიქაელი უნდა გითხრას, რომ იმედი მხოლოდ გრძნობა არაა, ეს ძლიერი სულიერი ძალაა. როდესაც შენ ინარჩუნებ იმედს, შენ მართვაც კვებავ სასწაულებს, რომლებიც შენთვის მზადდება. იცი რატომ ხარ ასეთი ძლიერი? რატომ შეძლე ყველაფერი, რაც განიცდიდი და მაინც აქ ხარ, ფეხზე დგას, სინათლეს ეძივს? იმიტომ რომ მთავარანგელოზი მიქაელმა პირადად არჩია შენ, რომ იყო მისი მებრძოლი დედამიწაზე. ის არ ირჩევს სუსტებს, ის ირჩევს მამაცებს, კიცეებს, ისეთებს, ვინც არასოდეს ნებდებიან მაშინაც კი, როცა ყველაფერი დაკარგულად ჩანს. მას უნდა იცოდეს, რომ მე არასოდეს დავტოვე, არც ყველაზე ბნელ მომენტებში. როდესაც მას ეგონა, რომ მარტო იყო, მე ვჭერდი მის ხელს. როდესაც მას ეგონა, რომ ძალა აღარ ქონდა გაგრძელებისთვის, მე ვასუნთქავდი გულში მამაცობას. მთავარანგელოზმა მიქაელმა მთხოვა გადმოგეცა ძალიან კონკრეტული მითითება. შემდეგი 7 დღეების განმავლობაში, ყოველ ჯერზე როცა გზნობ შიშს ან ეჭვს, თქვი გულში: მთავარანგელოზო მიქაელ, მე გენდობი. მან დამამშვიდა, რომ როდესაც ამას გააკეთებ, დაუყოვნებლივ იგრძნობ ასეთ შიმშვიდეს, რომლის ახსნა ვერ მოხდება. ის ასევე უნდა გითხრას, რომ სწორი ადამიანები მზადდება შენი ცხოვრებაში შესასვლელად. ადამიანები, რომლებიც შენ დაგიდგებიან გვერდით, დაგაფასებენ და დაგეხმარებიან შენი ოცნებების შესრულებაში. ის იზოლაცია, რომელიც შენ გრძნობდი, დროებითი იყო. ეს იყო ზეცა, რომელიც მომზადებას ახდენდა უფრო ღრმა და მნიშვნელოვანი კავშირებისთვის. მოამზადე შენი გული, რადგან სიმწირის პერიოდი სრულდება, იწყება სიმდიდრის პერიოდი. და როდესაც ის მოვა, შენ სრულად გაიგებ, რატომ გჭირდა ყველაფერი, რაც გაიარე. მთავარანგელოზმა მიქაელმა მომიყვანა ძლიერი გამოცხადება შენი გზის შემდეგი ნაბიჯის შესახებ. მან თქვა: ახლა, როდესაც ეს სული გაცოცხლდა იმის შესახებ, ვინ არის ნამდვილად, დროა იმოქმედოს სიბრძნით, რომელსაც მე დავდებთ მის გულში. იცი რა არის განსხვავება მათ შორის, ვინც სასწაულებს იღებს და მათ შორის, ვინც უბრალოდ ელოდება მათ? შთაგონებული მოქმედება. მთავარანგელოზი მიქაელი უნდა გითხრას, რომ ის ყველაფერს შენს მაგივრად არ გააკეთებს. ის მოგიყვანს, რათა გახდეს შენი საკუთარი სასწაულების თანამშრომლი. მან მაჩვენა რაღაც ულამაზესი. შენ სულში ოქროს მარცვლები არის ნერგები. ეს მარცვლები შენია, შენი ნიჭები, შენი უნარები, შენი ყველაზე ღრმა ოცნებები, მაგრამ ნერგებს ჭირდება მოვლა და მოქმედება, რათა ყვავილობდნენ. მთავარანგელოზი მიქაელი გიწევს, რომ ამ მარცვლებს დაუხქვინო მამაცობითა და გადაწყვეტილებით. უთხარი მას, რომ დროა შეწყვიტოს თავის დამალვა. მსოფლიო უნდა დაინახოს ის სინათლე, რაც მასშია. ყოველი დღე, რომელსაც იგი აყოვნებს თავის მისიისთვის, არის კიდევ ერთი დღე ნაკლები კურთხევებისთვის, მისთვის და ყველასთვის, ვისაც შეუძლია შეეხოს. მთავარანგელოზი მიქაელი უნდა გითხრას, რომ დღესვე დაიწყო შენი ოცნებების პატივისცემა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად პატარაა პირველი ნაბიჯი. მნიშვნელოვანი არის, რომ გადადგა ეს ნაბიჯი რწმენით. მან მითხრა, რომ როდესაც მოქმედებ შენი მიზნის შესაბამისად, მთელი სამყარო მუშაობს შენს სასარგებლოდ. იცი ის იდეა, რომელიც გონებაში ჩნდება და ფიქრობ, ეს შეუძლებელია. მთავარანგელოზი მიქაელი უნდა გითხრას, ეს იდეა შენგან არ მოსულა. ის მასგან მოვიდა. ის დარგავს ღვთიურ შთაგონებებს არჩეულთა გულში. თუ ეს იდეა შენამდე მოვიდა, ეს იმიტომ არის, რომ შენ გაქვს ყველაფერი, რაც საჭიროა მისი განხორციელებისთვის. მან გთხოვა, გადმოგეცა ძალიან კონკრეტული რჩევა. იყავი კეთილი შენს თავს. ამ გარდაქმნის პროცესში შენ არ გჭირდება სრულყოფილება. საჭიროა სიძლიერე და ნამდვილი ყოფნა. შენ არ გჭირდება ყველა პასუხის ცოდნა. საჭიროა მამაცობა, რომ გადადგა პირველი ნაბიჯი. მთავარანგელოზმა მიქაელმა მაჩვენა, რომ შენ იტვირთავ პასუხისმგებლობას, რომელიც შენს არაა. შენ ძალიან მკაცრად აფასებ საკუთარ თავს, ძლიერ განსჯი. ის უნდა გითხრას, რომ პატიობდე საკუთარ თავს ყველა წარსული შეცდომისთვის.
თავარანგელოზი მიქაელი უნდა გითხრას, რომ კეთო ძლიერ მადლიერების განცხადება. თქვი ახლა. მე ვაფასებ ყველა გამოცდილებას, რაც მომიყვანა აქამდე. მე ვღებულობ ჩემს ძალას, წინააღმდეგობას და რწმენას. მე ვპატიობ და ვიყვარვარ ზუსტად ისეთი, როგორიც ვარ. მან მითხრა, რომ როდესაც ამას გულწრფელად აკეთებ, შენ ანგრევ ანშორეული თვით შეცდომის ჯაჭვებს. შენ გათავისუფლდები შეზღუდული ნიმუშებიდან, რომელთა შესახებ შესაძლოა არც იცოდი, რომ ატარებდი. ახლა თავარანგელოზი მიქაელი უნდა მოგცეს განსაკუთრებული მისია. შემდეგი 22 დღეების განმავლობაში ყოველდღე გააკეთე ერთი საქმე, რომელიც გიმიზნებს შენს ოცნებებთან. ეს შეიძლება იყოს კვლევა შენს ინტერესში, მნიშვნელოვანი ზარის გაკეთება, წიგნის ერთი გვერდის დაწერა, რომელიც გონებაში გაქვს, ან უბრალოდ მედიტაცია შენს მიზანზე. მას უნდა ესმოდეს, რომ მე არ მუშაობ მხოლოდ დიდ ჟესტებზე. მე ვმუშაობ ძირითადად მცირე თანმიმდევარ მოქმედებებთან, რომლებიც ერთად ქმნიან ექსტრაორდინალურ სასწაულებს. თავარანგელოზმა მიქაელმა გამიმჟღავნა რაღაც შენს უახლოეს მომავალზე. შენ მიიღებ შესაძლებლობას, რომელიც ჩანს ძალიან კარგი, რომ ჭეშმარიტი იყოს. როდესაც ეს მოხდება, ნუ ეჭობ, მიიღო მადლიერებით. ეს შესაძლებლობა არის პასუხი შენს ლოცვებზე. ის ასევე უნდა გითხრას, რომ დრო აირგებდი ადამიანებით, რომლებიც გენდობიან. დაშორდი მათ, ვინც შენს ოცნებებს კლებავს და მიუახლოვდი მათ, ვინც შენს რწმენას კვებავს. თავარანგელოზი მიქაელი აგზავნის განსაკუთრებულ ადამიანებს შენს ცხოვრებაში. იყავი ღია მათი ამოცნობისთვის. იცი ის პროექტი, რომლის დატოვებაც მოგიწია, ის ოცნება, რომელიც უჯრაში ჩაიდე? თავარანგელოზი მიქაელი უნდა გითხრას, რომ ამ ოცნებას ახალი შანსი მიეცეს. მან თქვა, დრო წინასწარ არ იყო შესაფერისი, მაგრამ ახლა იდეალური დროა. ის უნდა გითხრას, რომ დაიწყო საკუთარი თავის დანახვა ისეთი, როგორიც ის ხედავს. ძლიერი სინათლის არსება, რომელიც სურს გააკეთოს ექსტრაორდინალური საქმეები. შეწყვიტე საკუთარი თავის მცირე შეფასება. შეწყვიტე ფიქრი, რომ საკმალისი არ ხარ. შენ ზუსტად ის ხარ, რაც მსოფლიომ უნდა დაინახოს, ზუსტად ისეთი, როგორიც ხარ. თავარანგელოზმა მიქაელმა მთხოვა, გადმოგეცა ბოლო რჩევა ამ ნაწილისთვის. ენდო შენი ინტუიცია. როდესაც რაღაც კმაყოფილია შენს გულში, როდესაც გრძნობ იმ ახსნად დაუწერელ დარწმუნებას, ის გიხატავს გზას. შენი ინტუიცია პირდაპირ არხია თქვენ შორის. მოემზადე, რადგან ახლა დაიწყებ მოქმედებას იმ ნდობით, რომელიც არც კი ჰქონდა ადრე. შენ მიიღებ გადაწყვეტილებებს ნათლად, ილაპარაკებ ავტორიტეტით, ივლი მიზნისკენ. ეს არის მთავარანგელოზი მიქაელი, რომელიც აღვიძებს სინათლის მებრძოლს, რომელიც მუდამ იყო შენში. ძვირფასო კურთხეული სული, მივაღწიეთ ამ გარდამქმნელი გზავნილის ბოლოს, მაგრამ სინამდვილეში ეს არის მხოლოდ შენი ახალი გზის დასაწყისი. თავარანგელოზმა მიქაელმა უნდა გითხრას, რომ გქონდეს აბსოლუტური თავდაჯერება გულში. შენ არასოდეს იქნები მარტო ამ ბრძოლაში. მან მაჩუკა წმინდა პირობა შენთვის. ყოველ ჯერზე, როცა ის ჩემი სახელის წარმოთქმას რწმენით მოახდენს, მე დაუყოვნებლივ ვიქნები მის გვერდით. ყოველი ჯერზე, როცა მას სჭირდება ძალა, მე ვასუნთქავ გულში მამაცობას. ყოველი ჯერზე, როცა ეჭვი შეაქვს, მე გავაგზავნი ნიშნებს, რათა ახსოვდეს, რომ ის არის მიყვარული და დაცული. ამ წამს, როდესაც ამ ბოლო სიტყვებს ისმენ, თავარანგელოზი მიქაელი ამყარებს მარადიულ ხელშეკრულებას შენთან. იგრძენი ეს ძლიერი ენერგია, რომელიც გარშემო გეხვევა, ქმნის სინათლის ფარას, რომელსაც ვერავითარი უარყოფითი ძალა ვერ გაივლის. ახლა საჭიროა ძალიან მნიშვნელოვანი რამ გააკეთო. დაწერე კომენტარებში. თავარანგელოზო მიქაელ, მე ვენდობი ანგელოზებს და ვიღებ მათ კურთხევებს. როცა ამას აკეთებ, შენ აქტიურებ ღვთიურ კოდს, რომელიც აჩქარებს ყველა სასწაულის რამოვლენას, რომელიც შენთვის მოამზადეს. თავარანგელოზი მიქაელმაც მთხოვა გადმოგეცა, რომ ეს გზავნილი შემთხვევით არ მოსულა შენამდე. ადამიანი, რომელიც გიყვარს, ასევე უნდა მოისმინოს ეს სიტყვები. გაზიარე ეს ვიდეო იმ განსაკუთრებულ ადამიანთან, შესაძლოა სწორედ ეს სჭირდებოდეს, რომ არ დაითმინოს თავისი ოცნებები. ის უნდა გითხრას, რომ მომავალი დღეები სავსე იქნება ნიშნებით და დადასტურებებით. იყავი ყურადღებით მტვრის ნომრების, სინქრონიზაციების და მოულოდნელი შეხვედრების მიმართ. ეს ყველაფერი იქნება მთავარანგელოზი მიქაელი, რომელიც გიჩვენებს, რომ ასრულებს თითოეულ დაპირებას, რომელიც შენთვის დღეს დადო.
მუდმივად გახსოვდეს, შენ ხარ სინათლის მებრძოლი, რომელიც პირადად თავარანგელოზ მიქაელმა არჩია. შენ გაქვს წმინდა მისია ამ მიწაზე. შენ უფრო ძლიერი ხარ, ვიდრე წარმოკიდგენია, უფრო მიყვარული ვიდრე შეგიძლია გაიგო და უფრო ძლიერია ვიდრე ოდესმე სიგონე გქონდა. არ დაგავიწყდეს, დატოვო შენს კომენტარებში კურტირ ამ ვიდეოზე, რათა ეს ანგელოზური ენერგია გავჯერდეს და მიაღწიოს სხვა სულებს, რომლებსაც ჭირდებათ ეს გზავნილი. გამოწერე არხი და ჩართე ზარი, რათა განაგრძო ღვთიური მითითებების მიღება, რომელიც წარმართავს თითეულ ნაბიჯს შენს გზაზე. მთავარ ანგელოზმა მიქაელმა მითხრა, რომ ეს სიტყვები უნდა დავასრულოთ ასე. უთხარი მას, რომ მე უყვარვარ სიყვარულით, რომელიც ცდება ყოველ ადამიანურ გაგებას. უთხარი, რომ მე ვამაყობ მამაც მებრძოლით, რომელიც გახდა და უთხარი, რომ საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის. მთავარ ანგელოზი მიქაელის სიმშვიდე ყოველთვის შენთან იყოს. მისი დაცვა ყვებოდეს ყოველი ნაბიჯის დროს და არასოდეს დაეჭუდები შენ ღირებულებასა და ძალაში. მომავალ წმინდა გზავნილამდე ძვირფასო სული და ანგელოზებმა გაგლაცონ სიყვარულით, სინათლით და ექსტრაორდინარული გამარჯვებებით.